ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების და მისი ფუნქციონალის გაფართოების ფონზე რა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ იზრდება მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რადგანაც რაც უფრო მძლავრი და ჭკვიანია AI მოდელი, მას უფრო მეტი კომპიუტერული სიმძლავრე, ეგრეთ წოდებული კომპიუტი სჭირდება. ამისათვის კი საჭირო არის მასშტაბური დეიტა ცენტრების მოწყობა და იქ ათასობით და მილიონობით AI პროცესორის განთავსება, ვინაიდან თუ არ არის სიმძლავრე, არ არის გამოთვლითი შესაძლებლობაც. ეს ყველაფერი ჩვენ უკვე ისედაც კარგად ვიცით, მაგრამ რიცხვებში მისი დანახვა არის ნამდვილად შთამბეჭდავი, რადგანაც ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც AI-ის ათვისების მაჩვენებელი ისეთი არ იყო როგორც წელს, საერთო ენერგომოხმარების 1.9% შეადგინა AI-ის მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ. ან მარტივად რომ ვთქვათ, AI-მ უფრო მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმეტესობამ დამოუკიდებლად და საერთოდ AI ზოგიერთ ინდუსტრიასაც კი ასწრებს და რამდენიმე ინდუსტრია სულ რომელიც ჯერჯერობით AI-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ერთ-ერთი არის მაგალითად მძიმე მრეწველობა, სადაც კოლოსალური ენერგიები არის საჭირო, მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება, თუ კი დაუჯერებთ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზს 2030 წლისათვის, ანუ საკმაოდ მალე, 5 წელიწადში დაახლოებით, ელექტროენერგიის მოხმარება AI-ის მხრიდან გაორმაგდება და ის უკვე გლობალური საერთო ენერგიის 3%-ს მიაღწევს, ხოლო რიცხვებში ეს გულისხმობს იმას, რომ თუკი გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 415 ტერავატ-საათი, 2030 წელს ეს მაჩვენებელი იქნება 945 ტერავატ-საათი ელექტროენერგია კოლოსალურ მასშტაბზე გავალთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზრდა აქ არ გაჩერდება და სავარაუდოდ წლებთან ერთად მისი ტემპი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება, რადგანაც AI გაცდება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქას, გადავა უკვე AI აგენტების ფაზაში, რომლებიც რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მოკლედ, პროგნოზების თანახმად მომდევნო 6 წელიწადში AI-ზე მომუშავე დატა ცენტრების ენერგომოხმარება გაიზრდება დაახლოებით 4-ჯერ, ანუ 6 წელიწადში გაოთხმაგდება, ხოლო მოგვიანებით ისევ და ისევ გაიზრდება ეს მონაცემი, რაზედაც მიუთითებს ის ინვესტიციები, რომელსაც OpenAI, Google, Microsoft, Meta, Oracle და კიდევ ძალიან ბევრი სხვა კომპანია ახორციელებს ამ მიმართულებით, მათ შორის არიან არაბული ქვეყნები, რომელთაც ლამის რამდენიმე ტრილიონის გარიგებები დადეს სწორედ ამ მიმართულებით დონალდ ტრამპთან რამდენიმე კვირის წინ, როცა პრეზიდენტი იმყოფებოდა არაბულ სახელმწიფოებში. საბოლოო ჯამში ეს პროცესი იგულისხმობს იმას, რომ ასეულობით 1000 პროცესორი ერთდროულად უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში გამოყენებული იქნას ხელოვნური ინტელექტის ესა თუ ის მოდელი და მას შემდეგ რაც ხელოვნური ინტელექტი აქტიურად ჩაშენდება მოწყობილობებში, გახდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, განათლების სისტემის შემადგენელი და ამ შემდეგ, მოკლედ ისე როგორც პირობთ დღეს არის ტელეფონი ან ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია, ცხადია მოხმარება კიდევ და კიდევ გაიზრდება და ამ ყველაფრის ფონზე ჩდება კითხვა თუ საიდან უნდა მოვიდეს ამდენი ელექტროენერგია, რომელიც დედამიწაზე დღეს იმ დოზით ნამდვილად არ არსებობს, რადგანაც ეს თუნდაც 10 წელიწადში იქნება საჭირო. ჰესების მშენებლობა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობა კარგია, მაგრამ ეს იმ მასშტაბს ვერ მოგცემს, თანაც ამას დიდი ხანი ჭირდება და არ არის მაინც ისეთი ეფექტიანი, როგორც არის კიდევ ერთი ალტერნატივა, რაც არის ბირთვული სადგურების მშენებლობა. ეს ტექნოლოგია დროსთან ერთად ვითარდება და რაც საინტერესოა ამ ტექნოლოგიაში ბოლო პერიოდში ინვესტირებენ აქტიურად კომპანიები, მათ შორის Meta, მაგალითად, მათ შორის Google, Microsoft, რომლებიც ქმნიან უკვე საკუთარ ბირთვულ სადგურებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ენერგიას ისევ და ისევ ამ კომპანიებისთვის მომდევნო პერიოდში, მათ შორის Bill Gates არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი.